მეგობრებო, მოგესალმებით. ორშაბათი დღეა. წარმოდებული კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ და მოდით ერთად გავეცნოთ კვირის ენერგიას, კვირის პროგნოზს. რას გვიმზადებს სამყარო ამ ერთი კვირის მანძილზე? რა ენერგიებში გვამყოფებს და სად მოვმართოთ ჩვენი ფოკუსი? პირველი ვარიანტი კვირის ენერგია და მეორე ვარიანტი კვირის ენერგია. თქვენს წინაშე ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი მწვანე ავანტიურინი, მეორე ვარიანტი წითელი იასპი. ახლა დახვიჭეთ თვალები, კონცენტრირდით და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიცახებთ. ანუ აუცილებლად მიგიზიდავთ. ძალიან კარგი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. თქვენი კვირის არკანის ენერგია, რომელი არკანით გაიხსნება? შეგახსენებთ, რომ პირველი არკანი ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგია, რაშიც ვექნებით ერთი კვირის მანძილზე. და ამოვიდა არკანი შეყვარებულები. არკანი შეყვარებულები გარდა არჩევანისა, რომელიც უნდა გააკეთოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, და ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს თქვენი ერთი კვირის და შემიძლია გითხრათ, რომ თვის ბოლომდე პოტენციალს, ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გვერდით იქნებიან საჭირო ადამიანები. ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ არჩევანის გაკეთებაში. ეს არჩევანი შესაძლებელია იყოს მათთვის სასარგებლოდ გაკეთებული და თქვენთვის უსარგებლოდ, ან პირიქით, თქვენთვის სასარგებლოდ, მაგრამ მათთვის ეს დიდად კომფორტული არ იყოს. თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ორივე მხრისთვის ეს გაკეთებული არჩევანი იყოს ძალიან სასარგებლო და კარგი. ამას შემდგომი არკანები გვიამბობენ, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები ამაში აუცილებლად დაგეხმარებიან. ყველა სხვადასხვა გზით დაგეხმარებათ, ვინ სასიამოვნო გზით, ვინ ნაკლებ სასიამოვნო გზით, თუმცა ეს არჩევანი აუცილებლად გაკეთდება. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრება და ვნახოთ, რა საკითხებს ეხება ეს ყველაფერი და საერთოდ როგორ გაგრძელდება თქვენი კვირის ენერგია, როგორ გაგრძელდება თქვენი კვირის ენერგია. უფროსი არკანები, ბევრი უფროსი არკანებია. ძალიან საინტერესო ერთი კვირა გექნებათ და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ თქვენი შინაგანი ხმა, რომელსაც თქვენ აუცილებლად მოусმენთ, გეტყვით იმას, რომ დროა სიახლეების და თქვენ ამ სიახლეებში აუცილებლად გადახვალთ. ყველაფერი გაკეთებული არჩევნიდან გამომდინარეობს. თქვენ ამ სიახლეში აუცილებლად გადახვალთ, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძველი არასასიამოვნო ძალიან გაპოფსავდა ეს სიტყვა, მაგრამ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კარგად ჟღერს კონკრეტული ტოქსიკური სიტუაცია დამთავრდება. და ეს მოხდება თქვენი გაცლით ამ სიტუაციიდან. შესაძლოა იყოს ფიზიკური წამოსვლა ამ კონკრეტული რეალობიდან, ან ეს შესაძლებელია ნიშნავდეს, როდესაც ადამიანი შიგნიდან რაღაცას გადაწყვეტ, შესაძლებელია ეს არ ეხებოდეს, ვთქვათ, ფიზიკურ აქტივობას, წამოსვლას კონკრეტული რეალობიდან, სიტყვაზე დაშორებას, ურთიერთობის დასრულებას, წერტილის დასმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა თუ კი ადამიანი ამას შიგნიდან გადაწყვეტ, ეს ნიშნავს იმას, რომ
ეს წერტილი თავისთავად აუცილებლად იმოქმედებს წახვალთ თქვენ თუ არ წახვალთ ფიზიკურად. მიხვდით ხო რას გეუბნებით? აქ მაჩვენებს რომ ამ ერთი კვირის თავზე თქვენ იბრუნებთ საკუთარ თავს. ეს ეხება ნებისმიერ სიტუაციას, ეს ეხება სამსახურს, ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, ეს ეხება ნებისმიერ თქვენს რეალობას, სადაც თქვენ გეუბნებიან რომ თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში დაიბრუნებთ თქვენს თავს. დაიბრუნებთ თქვენთვის გასაგებ მდგომარეობას, სადაც თავს ძალიან კომფორტულად და კარგად იგრძნობთ. და ეს არის უკვე იცით როგორი პროცესი, სადღაც შეუქცევად, იმიტომ რომ დროა უბრალოდ ეს სიახლეები მოსულიყო. დროა ეს სიახლეები დამდგარიყო, უკვე მომწიფდა რაღაც გარკვეული პოზიცია თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უნდა მომხდარიყო და ეს აუცილებლად მოხდება და ვნახოთ გაფრთხილება რა იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე, რას გაფრთხილებენ. ტაროს არკანები რას გაფრთხილებენ. ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ამ ერთ გამოჩნდება რა შესაძლებელია თქვენი ნაწილიც იყოს ეს ადამიანი, რომელიც თulis რომ თქვენზე ჭკვიანია, რომელიც თulis რომ თქვენზე ძლიერია, რომელიც თulis რომ თქვენზე ძალაუფლება აქვს. შვილი მეუღლე სამსახურში უფროსი ბიძაშვილი მამიდაშვილი მშობელი მამა შესაძლებელია ხო? რომელიც თითს გიქნევთ სადღაც დაგიქნევთ თითს და ეს თითის დაქნება თქვენთვის სასიამოვნო არ იქნება. ხო, ყოველთვის ცვლილებები და ძველი სცენარების დასრულება ყოველთვის ამ ისეთ რაღაცას ყოველთვის თანსდევს სხვა ადამიანების პრეტენზიები. და ეს პრეტენზია იქნება თქვენს მიმართ გაჟღერებული აუცილებლად, იმიტომ რომ ეს შესაძლოა იყოს ულტიმატუმი, ეს შეიძლება იყოს შანტაჟი, ხა ესე მძიმე ფორმითაც არ მინდა დავინახო ეს რეალობა, თუმცა შესაძლებელია ესეთი რაღაცაც იყოს. ნახეთ, როდესაც ადამიანი ძალიან აგრესიულად ან ესეთი ჩემთვის პასიური აქტიური აგრესიის სხვადასხვა ფორმა უბრალოდ თორე აგრესია ხო მას ლამაზად შეფუთავ თუ ბაბთას გაუკეთებ არ აქვს მნიშვნელობა. მე პირადად მომხრევა რომ აგრესია იყოს გულწრფელი თუ აგრესია იყოს გულწრფელი და არა პასიური იუმორით ან რაღაც გაუფასურებაში გადასული აგრესია, როდესაც ორჯერ მეტად შესაძლებელია იყოს მტკინვეული მეორე ადამიანისთვის, ხო? შენ არა მხოლოდ აგრესირებ, არამედ აუფასურებ, ამცირებ. ხო, ამიტომ ეს აგრესიასაც გულწრფელობა სჭირდება, ხო, რომ ის მთლად საზღარის სანახავი არ იყოს და მოსასვენი. ამიტომ აქ თქვენ გეუბნებიან რომ კი გამოჩნდება ასეთი ადამიანი, ეს არის ესეთი თქვენთვის საკმაოდ ძლიერი ტრიგერი, რომელიც მუდმივად ჩნდება მაშინ, როდესაც ეს სიახლეები შეგაქვთ თქვენს ცხოვრებაში ნებისმიერი სახით. არ აქვს მნიშვნელობა რა სიახლეს გულისხმობთ ახლა ჩვენ. ვიღაცას ეს არ მოეწონება. ამიტომ უნდა დადგება, რა თქმა უნდა, თავის პოზიციაზე და ეს პოზიციის დაფიქსირება, როგორც გითხარით, სასიამოვნო არ იქნება. იმიტომ რომ აქ ყველაზე ესეთი გასაღიზიანებელი არის კი არ არის, რომ ვთქვათ, ვიღაც რაღაცა შეეცდება. გასაღიზიანებელი არის ის, რომ ადამიანი თulis რომ თქვენზე მეტი იცის. თქვენს ცხოვრებაზე უკეთ იცის, თქვენ რა გჭირდებათ, როგორ გჭირდებათ და თქვენზე უკეთ იცის, საით უნდა გაუხვიოთ და საით უნდა წახვიდეთ. ანუ ეს არის კონტროლის სურვილი, ან შესაძლებელი აქამდე გქონდათ კონტროლის სადავები გადაცემული ამ ადამიანზე და ეხლა ამ ადამიანს არ მოსწონს, რომ თქვენ მარშრუტს ურევთ და მისთვის ეს არაპროგნოზირებადია სადღაც. ამიტომ ფრთხილად იყავით ამ ნაწილში, იმიტომ რომ ეს პრეტენზიები თქვენს მიმართ გამოთქმული აუცილებლად იქნება. უდიდეს შემთხვევაში ეს არის პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა არ გამოვრეცხავ სხვა სცენარებსაც, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ საჯარო გაშლა და კვირის პროგნოზი ძირითად ინფორმაციას გვაძლევს, თუმცა დეტალურად შესაძლებელია აბსოლუტურად სხვადასხვა სცენარებით განვითარდეს თითოეული ადამიანის რეალობაში. პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით, ძალიან კარგად მიდიხართ, ასე გააგრძელეთ და არავის არ დაუთმოთ თქვენი პოზიციები.
იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით. მეორე ვარიანტი, წითელი იასპი, თქვენი კვირის წამყვანი ენერგია რა იქნება? უფროსი არკანებით გავხსენით, რა კარგია ხო? არკანი ვარსკვლავი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თქვენ მთელი კვირის განმავლობაში ყველაზე არასასიამოვნო მომენტიც კი, რაც შეიძლება ჩათვალოთ რაიმე, არ ვიცი, ცუდად, ტრაგედიად, ნეგატივად, ხო? ან ფიქრობდეთ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, არკანი ვარსკვლავი. ნიშნავს, რომ თქვენ გზაზე ხართ თქვენი სურვილების ასრულებისა. გამარჯობა მზის კარალებო. თქვენ გზაზე ხართ თქვენი ოცნებების და სურვილების და მიზნების რეალიზებისკენ. თქვენ გეუბნებიან, რომ ყველაფერი მიდის ისე, როგორც საჭიროა. აქ სურვილის ასრულებაც შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ან სურვილების, რატომაც არა, ვიყოთ თამამები. და აქ მაჩვენებს, რომ ძალიან კარგად გადაწყდება ყველაფერი ის, რაზეც ფიქრობდით, რომ არც თუ ისე კარგი სცენარით შესაძლებელია განვითარებულიყო. ეს არის განკურნება, ეს არის სურვილების ასრულება, ეს არის ჯანმრთელობის პრობლემების გადალახვა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემების გადალახვა, ეს არის საკუთარი ძენის, ანუ საკუთარი ბირთვის დანახვა, შეგრძნება მაქსიმუმზე, ასე რომ თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელსაც უკვე აღარაფერი და ვეღარაფერი ვეღარ შეაშინებს. ყველაფერი ნახეთ. კარგით. მაშინ სადამე ვაგრძელებ კვირის არკანის ენერგიას, მეორე ვარიანტი, როგორ გაგრძელდება ცხრიანების პენტაკლები, სამიანების ხმლები. ეცით რა არის, მთლიანობაში ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. სამიანების ხმლები, ერთი პაწუა ნეგატიური არკანი გამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება სადღაც დაიფიქროთ, ან რაღაცნაირად გული დაგწყდეთ, იმიტომ რომ აი ვიღაცა მირღვევს კომფორტის ზონას, ესე ფიქრობთ ხო, ვიღაცა ან მოლოდინებია უფრო მეტი, ვთქვათ, საყვარელი ადამიანებისგან, ოჯახის წევრებისგან, მოლოდინი პატივისცემის, მოლოდინი მათი ჩართულობის, ნებისმიერი ჩართულობა იგულისხმება აქ, ხო? მოლოდინი დიდია თითქოს, მაგრამ მათი მხრიდან პასუხი არ არის სათანადო, მაგრამ აქ მინდა გაგაჩეროთ, იმიტომ რომ უნდა მივხვდეთ, რომ ყველა ადამიანი სულ ვერ იქნება იმ აღტაცებაში, იმ ხასიათზე, იმ მადლიერებაში, რომელსაც თქვენ ელოდებით, ხო, ყოველთვის ვერ დაგიკოცნით ხელებს, ხო, ყოველთვის ვერ დაგიკოცნით სახეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხართ და ნამდვილად თქვენ ამას იმსახურებთ. უბრალოდ ყველა ადამიანს თავისი ხასიათი აქვს. მინდა რომ ეს დაინახოთ და თქვენ ამას აუცილებლად დაინახავთ, აუცილებლად აღიქვამთ და ეს რაღაცა პატარა ნაპერწკალი სიბრაზეებისა და იმედგაცრუებებისა აუცილებლად გადაივლის. და რა შემიძლია გითხრათ კი და სამუშაო პროცესში იქნებით აქტიურად ჩართული ამ ერთი კვირის განმავლობაში. გეგმებს დაალაგებთ, ამ გეგმებს მიყვებით, შესაძლოა გარკვეული პროექტების ჩახურვა, დასრულება, წარმატებით, ესეთი ნიშნული, რაღაცა კონკრეტული წარმატებით შესრულდა. ხარდაჭერა სწორი ადამიანებისგან ის, რაც თქვენ გინდათ, ყველაფერი ესე ცუდად არ არის. ნამდვილად ერთი ადამიანის გამო იბრაზებთ და ჩათვლით, რომ არავის არ ესმის თქვენი არა, თქვენ სჭირდებით და უყვარხართ ადამიანებს, ასე არ არის ნამდვილად. და მთლიანობაში ძალიან მაგარი ერთი კვირა იქნება, იმიტომ რომ სიგნიფიკატორი ყავს უფროსი არკანი, დანარჩენი უმცროსი არკანები ავსებენ ამ სცენარს, მაგრამ მთავარი არის არკანი ვარსკვლავი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე თქვენთვის სწორ, გამართულ და საჭირო რეალობაში ხართ, როგორც სულიერად, ასევე ენერგეტიკულად, ფიზიკურად და ასე შემდეგ. ასე რომ უფრო მეტად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ეს ერთი კვირა იქნება კომფორტული, იქნება ბედნიერი, მადლიერებით სავსე, ძალიან კარგი პოტენციალი სურვილების ასრულების და სამუშაო პროცესების და პროექტების და იდეების წარმატებით დაგვირგვინების. ეს არის შემოძვირფასებო ერთი
კვირის ენერგია, მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს და არ დაგავიწყდეთ. ძალიან გამახარებთ თუ გააზიარებთ ჩემს ვიდეოებს, იმისთვის რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული, განწყობილი და როგორც თქვენ გეხმარებათ კონკრეტული საჯარო გაშლები, ისე დაეხმაროთ მათაც. რა თქმა უნდა, ვისთვისაც ეს საჭიროა ინფორმაცია იქმნება, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმათ ეკრანზე გაშხერდება. და ვინც საჭიროა ის მოისმენს. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.